ქრთამის აღება, ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრები და საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს შესყიდვები, აღნიშნული ბრალდებებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს ბრალი 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შესაბამისი განცხადება გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ლილუაშვილს ბრალად ედება ქრთამის აღება პროკურატურის წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც ბრალად ედება ქრთამის აღება ჩვენს წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. პირველი ეპიზოდი 2022 წლის ოქტომბრის თვეში მან თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი ამერიკული დოლარი, რათა მას ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის. მეორე ეპიზოდი 2022 წლის თებერვლის თვეში ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით კომპანია ექსპრეს სერვისი 2008-ის დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 1.500.000 ლარი. მესამე ეპიზოდი შეეხება 2021-2023 წლებს, როდესაც მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც რჩებოდა რამდენიმე ათეული თაღლითური კოლ-ცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული კოლ-ცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედია საშუალებებს აფინანსებდნენ. ხოლო კოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით დაახლოებით 1.365.000 ამერიკული დოლარი მიიღო. საზოგადოებას აქვე ვაცნობებთ, რომ ხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოძიება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების მიმართ მტკიცებულებების მოგროვებასთან ერთად ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ლილუაშვილი სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედია საშუალებების დამფინანსებელი თაღლითური კოლ-ცენტრების არსებობა, ხოლო თავის მხრივ ოპოზიციური მედია საშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური კოლ-ცენტრების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია გააჩნდათ. მეოთხე ეპიზოდი გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით ქრთამის აღების სანაცვლოდ მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებს, ეგრეთ წოდებულ ატკატებს იღებდა. ლილუაშვილი გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ასეულობით საგამოძიებო მოქმედება. მათ შორის დაკითხულნი არიან მოწმეები, რომელთა ჩვენებებითაც დასტურდება გრიგოლ ლილუაშვილის და სხვათა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ასევე ამოღებულია დანაშაულის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულება, მათ შორის ვიდეო და აუდიო ჩანაწერები. გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328 მუხლის მეორე ნაწილის გექვე პუნქტით და მესამე ნაწილის ექვე პუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქმეზე გამოძიება გრძელდება,
გრიგოლ ლილუაშვილის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულების გამოვლენის და მასთან ერთად სავარაუდო დანაშაულში მონაწილე პირების დადგენა დაკავების მიზნით. ქართველი სამართალდამცველები ვაგრძელებთ კორუფციასთან ბრძოლას მისი ისტორიულ მინიმუმამდე დაყვანის და მაქსიმალური პრევენციის მიზნით. ბრიფინგამდე სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. როდის დაგიბარეს გამოკითხვაზე, როდის დაგიბარეს? როცა დამიბარეს მოვედი და არ ვიცი არაფერი. ანუ როდის დაგიკავშირეთ? ეთქობა რაღაც დეტალები აინტერესებთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, არ ვიცი რა, არ ვერაფერს მართლა არ ვიცი. რა თქმა უნდა, არ ვიცი რა საქმეა და ჩვენება არ მიმიცია რა. ზოგადად პირველად დაგიბარეს გენერალურ პროკურატურაში, ხო? პირველად ხო გაიგებდით ამდენი ხანი. ხო, როგორც ეს გაიგეთ, ისე გაიგეთ. როგორც ვთქვით, რატომ დაგიბარეს? მე როგორ არ ვიცით, ვერ გეტყვით. ბატონო, გამორიცხავთ რომ შესაძლოა აქედან გამოსულ ბრალს მოგიყენონ? ღვთისნებაა ყველაფერი, ვეაფშე გამოვიცი. ვიცით რომ თან 11 საათზე ბრიფინგია ჩანიშნული. ვერ გეტყვით, თვითონ იცია. შეიძლება თქვენი გამოკითხვაზე ვინც დაგირეკათ, იმას კითხავ. ადვოკატ რობერტ გრიგალაშვილის განმარტებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დაკავებას არ ელოდებოდა. როგორც გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა განაცხადა ლილუაშვილი უწყებაში გამოკითხვის მიზნით დაიბარეს, შემდეგ კი ადგილზე მისulis დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც გრიგალაშვილი განმარტავს, ლილუაშვილისთვის ბრალდება ჯერ არ წაუყენებიათ, ის ზაჰესის დროებითი მოთასების იზოლატორშია გადაყვანილი. რა არის გრიგოლ ლილუაშვილის სახლიდან ამოღებული? არაფერი საქმისათვის მე ახლა მნიშვნელოვანი რა არის ეს გამოძიება უხროები არის დიდი ოდენობის ანუ საწენაუდო ნივთიერება ძვირადღირებული ნივთები და მათ შორის ნუ ზოდები რომელიც ნახეთ არ ფული და რამე არა მხოლოდ პირადი მობილური ტელეფონი რაღაც მეხსიერების ბარათი და ამ შემდეგ ნუ მნიშვნელო ამდენად მნიშვნელოვანია ეს გამოძიებისათვის მაგას გამოძიებიდან გავიგეთ, ახლა მე ვერ მოგახსენე. ლილუაშვილის დაკავებას აფასებენ ოპოზიციაში, ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ დაკავებების სერიებს კორუფციასთან ბრძოლასთან საერთო არაფერი აქვთ, არამედ ფიქრობენ, რომ აღნიშნული შიდა კლანურ ბრძოლებთანაა დაკავშირებული. მმართველი გუნდის აზრით, სახელმწიფო პარტია კორუფციასთან ბრძოლისას უკომპრომისოა. ანიშვილი უყურებს რომ რაღაცა ვიღაცები არ მოძლიერდნენ მათ შორის ფინანსური და რესურსების თვალსაზრისით ისე რომ მას რაღაცა მერე პრობლემები არ შეუქმნებდა. ნუ ლილუაშვილი რაღაცას უყურებთ ახლა რასაც მაგის გარემოცა თურმე ფულს იპარავდა და თვითონ მოგვიყვნენ მაგათმა და პლუს იმის გათვალისწინებით რომ სუსის უფროსი იყო და რაღაც უამრავ ინფორმაციები შეიძლება კონდეს მათ შორის ივანიშვილის კონტაქტებზე და მათ შორის თუნდაც რუსეთთან კონტაქტებზე ნუ რა ვიცი რაღაცა სერიოზული რესურსები მას ექნებოდა. ერთადერთი ის არის რომ იმანი ეჭვიანა რომ ეს შეიძლება მაგის წინააღმდეგ წავიდეს თორე ხა ვის აღელვა კორუფცია აღელვებს ივანიშვილის კორუფციაში იხჭობა ქვეყანა. აი ხა შეიძლება ვლაპარაკო და ამ წუთში იხჭობა კორუფციაში. ერთადერთი არის ის რომ მის ძალაუფლებას ის უნდა იყოს ერთადერთი უალტერნატივო რუსეთის მეფის ნაცვალი საქართველოში და არავინ მას ამაში არ უნდა შეეცილოს. ჩვენ ბოლო 6 წელი გვეუბნებოდნენ რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო კეთილსინდისელი პატრიოტი და პატრიოტი ადამიანი და დღეს ვხედავთ და მათივე გუნდის წარმომადგენლები კორუფციის და სხვა ბრალდებები და მათ არაერთი ბრალდება აქვს ის იქნება ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი, სუსის უფროსი თუ ასე შემდეგ. ფაქტობრივად აღმოჩნდა რომ ბოლო 6 წელი საქართველოს მართავდა დამნაშავეები და ამას აღიარებს ივანიშვილის პროკურატურა. ების განმავლობაში გრიგოლ ლილუაშვილი, ოთარ ფარცხალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი იყო მთავარი დასაყრდენი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის. ბიძინა ივანიშვილის სახელით ისინი ძარცვავდნენ ქართველ ხალხს და თუ ვინმე უნდა მიუჯდეს გრიგოლ ლილუაშვილის გვერდით არის ბიძინა ივანიშვილი. სწორედ მან გაძარცვა ქართველი ხალხი, ის არის პასუხისმგებელი ამ სისტემურ კორუფციაზე, სისტემური კორუფციის შექმნაზე და არ არის შორს ის დრო, როდესაც მას მოუწევს გამოძიებისთვის, დამოუკიდებელი გამოძიებისთვის პასუხის გაცემა. არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, არის დახატვად სურს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, ეს არის კლანური დაპირისპირება და კლანებს შორის ბრძოლა. მეორე მხრივ ის ყურადღება უნდა მივაქციოს იმ ფაქტს, რომ გვეუბნებიან, რომ წლების განმავლობაში კორუფცია იყო რუსულ რეჟიმში ამ შემთხვევაში და ქართულ ოცნებაში მოდებული თავიდან ბოლომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პრემიერ-მინისტრი, ორჯერ პრემიერ-მინისტრი, სხვადასხვა მინისტრები
ministrები, ministris მოადგილეები სრულიად ქართული ოცნება ყოფილა წლების განმავლობაში კორუფციაში ჩაფლული. მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სად არის პირველ რიგში? სამართლებრივი ცალკეა, რასაც ობიექტური გამოძიება ჭირდება, პოლიტიკური პასუხისმგებლობა სად არის? არაფერი საერთო ამას არ აქვს კორუფციასთან ბრძოლას, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი ფულის გამო, ბიტკოინების გამო ნებისმიერ ადამიანს სვავს ციხეში და არავინ არ არის დაცული ამ პროცესში. არც ისინი, ვინც ამდენი წლის განმავლობაში ემსახურებოდნენ და ყველაფერზე მზად იყვნენ რეჟიმისთვის, შესაბამისად ამას საერთო არაფერი არ აქვს კორუფციასთან ბრძოლის. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კლანური გადანაწილებები, კლანური გარჩევები, რომლის დროსაც ხალხისგან მოპარულ ფულს ინაწილებენ ოცნების რიგებში. მივესალმებით ზოგადად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, ზოგადად მსოფლიოში გამოწვევა არის და რა თქმა უნდა სასიამოვნოა, რომ შესაბამისი უწყებები დგავენ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ პრევენცია განხორციელდეს და თუ ვინმეს რაიმე დანაშაული აქვს, შესაბამისი მოქმედებები მოხდეს. პროკურორმა დღეს დეტალურად ისაუბრა იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც წარდგენილია. შესაბამისად შინაარსობის საკითხებზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. პროკურატურა არის კომპეტენტური იმაზე, რომ ისაუბროს ყველა ამ თემასთან დაკავშირებით, ყველა მტკიცებულებასთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ის დაპირება, რაც პრემიერ-მინისტრმა მისცა პარლამენტს და ხალხს, როდესაც ის არჩეული იქნა პრემიერ-მინისტრად, რომ საქართველოს კორუფციის სიმცირით საუკეთესო სამეულში შევა ევროპის, სწორედ ეს დაპირების ნაწილი არის ის, რომ კონდეს რაც შეიძლება აქტიური გამოვლინა მათ შორის კორუფციულ შემთხვევებში. სწორედ ეს აჩვენებს გუნდის სიძლიერეს, რომ მას აქვს უნარი, რომ მათ შორის თუ კი გუნდის წევრების მხრიდან იყო რაიმე გადაცდომები, ესეც გამოავლინოს. ეს არის სწორი ინსტიტუციური მოწყობის შედეგი. ამ გამოძიებით, როგორც ჩანს, არის ამასთან დაკავშირებით გარკვეული მტკიცებულებები, რომ რადიკალური ოპოზიციის მედიაც კი შერჩევით გაჩვენებას აწარმოებდა და შეკრული იყო სხვადასხვა ჯგუფებთან, როდესაც თავად რადიკალური ოპოზიცია ვერ ასრულებს რაღაც იმ როლს, რასაც ქვია რეალური ოპონირება, მნიშვნელოვანია, რომ თავად გუნდი იყოს თვითკრიტიკული. ირაკლი კობახიძემ ვიზა ლიბერალიზაციასა და საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებზე ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ისაუბრა. მისი განცხადებით, ეს ურთიერთობები კრიზისულ მდგომარეობაშია. ამის მიზეზი კი ირაკლი კობახიძის თქმით ევროინტეგრაციის საკითხის შანტაჟის ინსტრუმენტად გამოყენება. საკითხი თავიდან ბოლომდე გამოიყენება მხოლოდ როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი და ამიტომ უწოდებ მას ევროკავშირის უკვე ახლა ევროკავშირის ორპირი ქარის პოლიტიკას და ერთადერთი შანტაჟის ინსტრუმენტი დარჩათ შარშანდელი ნოემბრის შემდეგ ეს არის ვიზა ლიბერალიზაცია. საბოლოო ჯამში ისე გამოდის, რომ როდესაც შეთავაზეს უკრაინას თავიდან კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანა, მე ლოგიკური იყო რომ მოლდოვა შეიტანდა, საქართველოს შეიტანდა, ისე არ აღმოჩნდეს ბოლოს, რომ ეს ყველაფერიც მოაზრებული იყო არა მარტო საქართველოს მიმართ, ყველა ქვეყნის მიმართ, როგორც არაღია კარის პოლიტიკა, ამ შემთხვევაში უკვე ევროკავშირის მხრიდან, არამედ როგორც ორპირი კარის პოლიტიკა. რეალურად რასაც ჩვენ ვაგვირდებით საქართველოსთან მიმართებით, ამ შემთხვევაში უკვე დავკონკრეტდები, მთელი ამ წლების განმავლობაში 2022, 23, 24, 25 რეალურად ევროკავშირმა წამოიწყო ორპირი ქარის თამაშები საქართველოსთან მიმართებით. და მე ეს აღქმა რჩება, რომ როდესაც ეს განაცხადი გაკეთდა უკრაინისთვის შეთავაზება კანდიდატის სტატუსის ასე ვთქვათ მიღების თაობაზე, განაცხადის შეტანის თაობაზე, მე არ მგონია რომ მოაზრებული ქონდათ უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში. თან ეს ხდებოდა იმ დროს, როდესაც რუსული ტანკები იყო იმ მომენტისათვის კიევში შესული. ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, დამოკიდებულება, როდესაც უვიზო მიმოსვლა საჩუქრად განიხილავდა ვიზას წყევლად, აჩვენებს ევროკავშირს, რა წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. უპირველეს ყოვლისა, თავად უვიზო მიმოსვლის შეჩერების ეტაპებზე და ასე შემდეგ, რაც მიდის ახლა შანტაჟი საქართველოს წინააღმდეგ, სიმართლე გითხრათ, ცოტა არასერიოზული არის ის, რაც ჩვენ გვესმის. საუბარი იყო დიპლომატიური პასპორტებისთვის, ანუ თავარი მუქარა ახლა რაც არის, რომ დიპლომატიურ პასპორტებს უვიზო მიმოსვლას შეუჩერებენ.
ეს გადაწყვეტილება ჩვენ ვიცით კარგი ხნით ადრე არის მიღებული და უკვე შეჩერებული არის და ვიზას იღებენ ის პირები, ვისაც აქვს დიპლომატიური პასპორტი. მეც ოდესაც გახდით ვიზიტით ბულგარეთში, ავიღე ვიზა, ასე რომ არ ვიცი, ისევე როგორც ვიზა ავიღე, ოდესაც ბრიტანეთში წავედი ვიზიტით, ოდესაც ირლანდიაში წავედი ვიზიტით. ეხლა ვიზა გვაჩვენებენ, ეს არის მთელი პრობლემა, რომ ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს როგორც წყევლას. ნუ არ ვიცი, რაღაც ახლა უნდა წყევლა უნდა იყოს ვიზის აღება და ნუ ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ირლანდიისგან, ბრიტანეთისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან, თუ რა ხდება? ანუ არის ვიზის საჭიროება, ავიღებთ ვიზას. ვისაც სჭირდება რომელიმე ქვეყანაში წასვლა, ვისაც აქვს ამისი საფუძველი, არავისთვის პრობლემა არ ყოფილა ვიზის აღება არასდროს. ასე რომ ერთი რომ ვიზა დიპლომატიური პასპორტებისთვის უკვე კარგი ხანი არის შემოღებული, ასე ვთქვათ და ეს დამოკიდებულება ხა ეს ასეთი შანტაჟი ქართულ ხალხსაც ალბათ იმიტომ არ ახდენს გავლენას, რომ ჩვენი საზოგადოებას ახსოვს თენგიზ ჩანტლაძის ერთ-ერთი სკეჩი, ალბათ თქვენს გახსოვთ, როდესაც დააპატიმრებენ რამდენიმე ახალგაზრდას, რომ ემუქრება, რომ ბევრჯერ დაგაპატიმრებო და ერთხელ დაგაპატიმრებო, ორჯერ და სამჯერ დაგაპატიმრებო. ნუ აი ამ დონეზე არის დღეს ბრიუსელი, რომ ერთხელ შეგვიწყვიტა, ორჯერ და სამჯერ და თვითქოს არ ყოფნის ახლა ერთხელ ნათქვამი, რომ ეს უვიზო მიმოსვლა შეჩერებულია დიპლომატიური პასპორტებისთვის. ასე რომ კიდევ ერთხელ თავად ეს დამოკიდებულება აჩვენებს იმას, რომ როდესაც უვიზო მიმოსვლას რაღაც ასე ვთქვათ, საჩუქრად განიხილავდა, ვიზას წყევლად განიხილავს, ნუ აჩვენებს საკუთარ თავზე უპირველეს ყოვლისა რა წარმოდგენა აქვს ევროკავშირს, რომ მათ მიერ ვიზის გაცემა წყევლა არის მთელი საზოგადოებისთვის, რომ იმდენად ბიუროკრატიული, კორუმპირებული, ზანტი საყავთ, რა ქვია, საელჩოებთუ საკონსულოები აქვთ, რომ ვიზის საჭიროება თუ იყო, მოკლედ გაგვაწვალებენ, დაგტანჯავენ, გაგვყინავენ, სიცივეში დაგვაყენებენ, მათხოვრებად გვაქცევენ, რომ ვიზა მოგცენ. ამას ამბობენ საკუთარ თავს, ამბობს ახლა უპირველეს ყოვლისა, როდესაც ბრიუსელი ასეთ შანტაჟს ეწევა, რომ ისეთი ცუდები ვართ, რომ ახლა ვიზას თუ შემოვიღებთ, თქვენ იქნებით გაწვალებული, გატანჯული და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში საქართველოს შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი. ამის შესახებ ევროკომისიის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიშია ნათქვამი. ევროკომისია ასკნის, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა მმართველობისა და კანონის უზენაესობის საკვანძო მოთხოვნებზე, რაც უვიზო მიმოსვლის მინიჭების ბაზის ქმნის. მსგავსად, საქართველოს ასევე რეგრესი განიცადა სავიზო თანხმედრისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში. ეს ვითარება ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის დროს აღებული ვალდებულებებისაგან უკან დახევის ნათელი მაგალითია და ძირს უთხრის ორმხრივ ნდობას, რაზეც არის უვიზო რეჟიმი დაფუძნებული. ნათქვამია ანგარიშში. ევროკომისია აღნიშნავს, რომ ამ უკუსრის სისტემური და მიზანმიმართული ბუნების გათვალისწინებით ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში შესაბამის ზომებს განიხილავს. ახალი წესების შესაბამისად პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს, ვინც ძირითადად პასუხისმგებელი არიან ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად ამოქმედებისათვის. მეორე ეტაპზე შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გაფართოვდეს, თუ პრობლემები მოგვარებულ არ იქნება საქართველოს მთავრობის მიერ. საბოლოო ჯამში საქართველოს შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო სტატუსი და სავიზო რეგულაციების პირველ დანარჩი გადაინაცვლოს სავალდებულო ვიზების მესამე ქვეყნების სიაში. გელათის სამონასტრო კომპლექსში გათბობის სისტემას ამონტაჟებენ, გაყვანილობების დამაგრება უკვე დასრულებულია. ადგილზე მიტანილია გამათბობლებიც. გელათის მცველების შეფასებით, მონასტერში ფაქტობრივად სათბური კეთდება, რადგან ვენტილაციის სისტემა სავარაუდოდ არ არსებობს. რატომ არის რისკის შემცველი ვენტილაციის სისტემის გარეშე გათბობის დამონტაჟება? გათბობის სისტემის დამონტაჟებით სავარაუდოდ სპეციალისტებს ჰქონდათ გათვლა, რომ ნესტი აღარ გაჩენილიყო ტაძარში, თუმცა საჭიროა, რომ ჰაერის ნაკადმა მოძრაოს. იმ შემთხვევაში თუ ვენტილაცია არ დამონტაჟდება, გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიწვევს ბზარების გაღრმავებას, მარილების მიგრაციას, რაც ფრესკებს კიდევ უფრო მეტად დააზიანებს.
ტემპერატურულ ბალანსს ინტერიერსა და კონსტრუქციის ელემენტებს შორის ვენტილაციის სისტემის არარსებობის პირობებში, რაც არ იყო გათვლილი პროექტის ფარგლებში, როგორ უნდა გაიწეოს ჰაერის ნაკადი უშუალოდ კონსტრუქციის ელემენტებსა და ფასადს შორის და საერთოდ რატომ ხდება ეს სამუშაოები ახლა, როდესაც უკვე მე-6 ზამთარია და 2025 წლის ივნისის თვეში გამოცხადდა დასრულებულად ეს უნიკალურად შეფასებული დროებითი გადახურვა. ეს ძალიან სენსიტიური ფაზა არის ამ სამუშაოების, როდესაც კლიმატი განსაკუთრებით ზამთარში შეიძლება მოbrunდეს ისე ასეთი აქტიური ჩარევის შედეგად, რომ პირიქით დაარტყას სიძველეს და დიდი რისკია რომ ასეც მოხდეს, იმიტომ რომ როგორც გითხარით, არავითარი წინასწარ აწონილ დაწონილი გეგმა არ არსებობს კლიმატის შეფასება, რომელსაც წლებია უკვე ჩვენ ვითხოვთ, არ არსებობს გაწეული გეგმა და რაც კეთდება არის ფაქტიურად იატაკქვეშა პარტიზანული მოძრაობა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც გელათში დღეს მოქმედებენ გაურკვეველი მიზნებით. გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ხელმძღვანელის მამა კირიონის თქმით, გათბობის სისტემის დამონტაჟება თოვლის დნობის პროცესის გამარტივებისთვის მოხდა. მისი თქმით, გათბება დროებით გადახურვასა და ტაძარს შორის არსებული სივრცე და ეს პროცესი ფრესკებს და კედლებს არ დააზიანებს. როდესაც დავინახავთ თოვლის ოდენობა დაიდო 20 სანტიმეტრი უკვე ამ კონსტრუქციაზე, უკვე ჩვენ ამ სისტემას ჩავთავთ და ის აი ამ არსებულ ბუფერულ ზონას ტაძარსა და კონსტრუქციას შორის გაათბობს +14 გრადუსამდე და დაატყებინებს აი ამ ჩვენს მაღალტექნოლოგიურ PVC მატერიალზე დადებულ თოვლის დნობას და მას წყლის ნალექის სახით ჩამოიტანს დაბლა. ეს შეიძლება საერთოდ წელს განმავლობაში არ მოხდეს მინო, ტოტალური არ მოვიდეს გელათში და ხშირია დამწერ პერიოდში, ან შეიძლება ეს იყოს ერთხელ ან ორჯერ მოვიდეს თოვლი და ეს დამჭირდეს სულ რამოდენიმე 3-4-5 საათით ამის შარდვა, რომელიც საერთოდ არანაირ ეფექტს არ იძლევა რაიმე უარყოფით. სპეციალისტების შეფასებით, მე-6 ზამთარია უნიკალური მონასტერი უმძიმეს მდგომარეობაშია. ისინი თვლიან, რომ დათბობის ამ მეთოდის გამოყენებით ფასადის ქვა დაზიანდება, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა კი გელათის რეაბილიტაციის კომიტეტს ეკისრება, რომლის მიზანიც სამონასტრო კომპლექსის დაზიანებისა და განადგურებისგან დაცვა. ვალდელმა დედებმა 24 ღამე გაათენეს ბალდის ხეობის დასაცავად. ისინი უკვე 2 კვირა ელოდებიან პასუხს გაუქმდა თუ არა იჯარის ხელშეკრულება. ვალდელმა დედებმა დღეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს დირექტორს ზაზა გაგუას დაურეკეს, რომელსაც დედებისათვის პასუხი რამდენიმე დღის წინ უნდა მიეწოდებინა. ალო. გამარჯობათ, ბატონი ზაზა გაგუა ბრძანდებით? ბატონო ზაზა, მე ბალდიდან გიკავშირდებით, იცით თქვენ ჩვენი პროტესტის შესახებ. ერთ-ერთი იმ დედათაგანი ვარ, რომელიც აპროტესტებს უკვე 24 ღამეა გარევდგევარ და ეს თქვენთვის ახალი არ უნდა იყოს და როდესაც თქვენ ამობრძანდით, მაშინ უახლოეს დღეებში მოგაწვდითო ინფორმაციას, ასე გითხარით და ბატონო მაია თქვენ განდებით, ხო? დიახ, მე ვარ, ხო. დიახ, ბატონო მაია, გიცნობ. ეს აი ბატონო მაია, ჩემთვის აი მათ შემდეგ ეს ეხლა საუბრობთ ზუსტად ჩემს მეგობრებთან თანამშრომლობთ, რომ 2 კვირა ჩვენ თვითონ არაფერ უცნობთ. მე ეხლა შემიძლია დავუკავშირდები და გაგეგებინებ საგანგებოდ. თუ დავუკავშირდები ხელმძღვანელობას, გადმოგცემ სანაპიროს. და რამდენ ხანში იქნება ბატონო ზაზა, რომ ვიცოდეთ მე დავურეკავ და დღის განმავლობაში გაგაგებინებ, დავუკავშირდეთ თუ ვერ დავუკავშირდეთ ბატონო მაია. დღეს ან ესე იგი დღევანდელ დღეზეა საუბარი, ხო? აქამდე ვერ დავუკავშირდით. ბატონო მაია, მე დავუკავშირდე ხელმძღვანელობას. იმიტომ რომ რა დროც არ უნდა იყოს ბატონო ზაზა, თქვენგან ველოდებით ზარს და ისე თუ ჩვენი შეხვედრაც თუ შესაძლებელი იქნება, ძალიან კარგი იქნება თუ შევხვდებით ერთმანეთს და ან თქვენ ამობრძანდით, უკეთესი იქნებოდა, რადგან ჩვენ შეხვედრა რას ვიხავ ბატონო მაია, მე მაშინაც დაგიხსნა ინფორმე გადაწყვეტილებებს ვერ ვიხსნა. გასაგებია ბატონო ზაზა, გასაგებია რომ თქვენი გადაწყვეტილებას ვერ ღებულობთ, მაგრამ თქვენ ხართ უშუალოდ ჩვენი შუამავალი აი ამ თქვენს ხელმძღვანელობასა და ჩვენ შორის და ხო, აი
საათებში ველოდები. ხო, ქალბატონმა როგორც გადმოსცეს დანაბარები, მაშინ ხო გითხარით ჩემ დანაბარები ხო ამიხვდები შენ. გასაგებია ხო, თქვენი თავისუფლება ხო? კი ბატონო. კარგით, მაშინ ველოდებით უახლოეს საათებში ოღონდ ბატონო ზაზა თქვენგან მზარს, ხო? ძალიან გთხოვთ და ახლა არ ვიცი ეს ტელეფონი იქნება თუ არა, მაგრამ თქვენ გავთ. ჩემ ტელეფონი ჩართულეთ, ტელეფონს ავთიშ ჩემ ქალბატონმა. მაგრამ მე ყოველ საათში ვიქეთ ვერ დაგირეკავ თქვენ და თქვენ დღის განმავლობაში ხო კი ბატონო ჩაინიშნეთ და ეს რომ უბრალოდ მოგვაწოდოთ ინფორმაცია და ძალიან გთხოვთ ბატონო ზაზა რომ ახლა წინამორბედების არ იყოს კიდე აქ ზოგ-ზოგიერ ჩინოსნების არ იყოს რომ 2 დღე და 3 დღე ველოდებით პასუხს ესე ცოტა მოხერხული ხარ ხო პასუხს გაგებინეთ ხალბატონო მაინც კარგით დაგელოდებით ალბათ უკვე მოისმინეთ რა იყო ჩვენი საუბრის თემა და როგორ განვითარდა საუბარი და დაველოდოთ მაშინ პასუხს კიდევ ესე იგი უახლოეს საათებში ჩვენი ასეთი იყო წინადადება და დაველოდებით ზაზა გაგუას პასუხს იმიტომ რომ უშუალოდ ის არის ამ ბაზის კანიონის დირექტორი და უშუალოდ ის ბრძანდება ჩვენ შორის შუამავალი თავის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელებთან და ჩვენ შორის აქამდე შეეძლო დარეკვა თავის ხელმძღვანელობას. ერეკა გასაგებია, მაგრამ ისევ და ისევ რომ ჩვენ კიდევ და კიდევ რომ არ დავძაბოთ სიტუაცია, ჯერჯერობით სანამ ძალა გვაქვს ვესაუბრებით ნორმალურად და კორექტულად და არც ჩვენ გვინდა რამე უხეშიმებში გადავიდეთ, ამიტომ მე მგონია რომ ალბათ იქნება პასუხი გასაგებია შეიძლება დადებითი პასუხიც არ იყოს, მაგრამ უარყოფითიც პასუხია, ხო? რაღაც პასუხი მაინც უნდა მივიღოთ. ისე არა რომ დღეების განმავლობაში ველოდებოდით უაზროდ და ყველგან საერთოდ არანაირი კომუნიკაცია რო არ გქონდა. ვალდაში პროტესტი თითქმის 800 დღე აგრძელდება. ეგრეთ წოდებულ ინვესტორს ატრაქციების მოსაწყობად მიცემული ვადა 2 კვირაზე მეტია უკვე რაც ამოეწურა. ბალდის მოსახლეობა ითხოვს 40 წლიანი იჯარის ხელშეკრულება მთლიანად გაუქმდეს, კანიონი ხელუხლებელი დარჩეს და ხალხს დაუბრუნდეს. ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა თანამშრომლებს რამდენიმე სამსახურის ახალი ხელმძღვანელი და სპეციალისტები წარუდგინა. ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა ვალერიან სილაგაძე, საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდების სამსახურის ხელმძღვანელად ოთარ ფანცხავა, ხოლო სივრცის დაგეგმარების, ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახურს გიორგი გოგალაძე უხელმძღვანელებს. საქართველოდან უცხო ქვეყნის 39 მოკალახე გააძევეს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოდან ჯამში 1243 პირია გაძევებული. ქვეყნიდან გაძევებული არიან ინდოეთის, თურქეთის, ბანგლადეშის, ჩინეთის, ირანის, რუსეთის, კენიის, თურქმენეთის, პაკისტანის, ეგვიპტის, ნიგერიის, სუდანის, სიერა-ლეონეს, იორდანიისა და უზბეკეთის მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. ვარლაში იმერელ მხატვართა საახალწლო გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია შედგა. გამოფენაზე 80-მდე მხატვრის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ქუთაისის მხატვართა ორგანიზაციის შემაჯამებელი საახალწლო გამოფენა ჩავატარეთ დღეს 23 დეკემბერს. იყო კატალოგების პრეზენტაცია, წლის ნამუშევრების შემაჯამებელი კატალოგი, ასე რომ ვთქვათ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ორგანიზაციის მიზანი არის ზოგადად შემოქმედების პოპულარიზაცია, იმერეთში ყოფი მხატვრების, შემოქმედი ადამიანების, მათი უზრუნველყოფა გამოფენებით. მინდა მადლობა გადაუხადო მონაწილეებს დღეს გამოფენაში, სადღაც 80-მდე მხატვარი მონაწილეობდა, აქტიური მხატვრები, ასე რომ ვთქვათ, ქუთაისის გარდა იყვნენ იმერეთის სხვა ქალაქებიდან. მათ
მათი ღვაწლისთვის დავაჯილდოვეთ ორგანიზაციამ დააჯილდოვა ისინი სამადლობელი სიგელებით. გამოფენები მნიშვნელოვანია როგორც მოქმედი მხატვრებისთვის, ასევე მომავალი თაობა, რომელიც ეხლა ესიარება ამ ხელოვნების განსაკუთრების მათთვის. მოცემია და мотивация. ესეთი კატალოგები გადმოგცეს, ეს უკტავს ყოფს მხატვარს. აქ არიან ადამიანები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს გამოფენაზე იმერეთის ზონაში და სხვა კუთხიდან, ზესტაფონიდან, სამტრედიიდან, ჭიათურიდან ყველა ღებულობს მონაწილეობას. და დღესდღეობით გახარებული ვართ იმით, რომ ნახიას ადამიანები უბრალოდ. აი მხატვრების თავშეყრის ადგილია და მიხარია რომ აი ბედნიერება ის დღე რომ მათ ერთად რომ ნახულობ თავშეყრილს და ყოველთვის იყოს ასეთი თბილი დღე როგორც არის დღეს გამოფენო რომელიც საახალწლოდ მიეძღვნა. ძვირფასი ნამუშევრებია და ბევრი კარგი ნამუშევარი აქვს წარმოდგენილი ყველა ჟანრში, ყველა სფეროში. თითქმის რაც არსებობს ხელოვნება ძირითადი ფერწერებია, მაგრამ რა თქმა უნდა ქანდაკებაც არის და სხვა გამოყენებითი ხელოვნების და ეს არის ზეიმი, რო ვთქვათ, ჩვენი ხელოვნების. მე ძალიან კმაყოფილი ვარ და დიდი მადლობელი, ვინც დღეს მოვიდა, ვისაც აინტერესებს და მე ქუთაისი ვიცი რომ ყველას აინტერესებს თითქმის. არ შეიძლება რომ ადამიანი ახალგაზრდა იყოს და ხელოვნება და თუნდაც ნიერი რომ ხელოვნება მხატვრობა არ აინტერესებს. ესეთ გამოფენები რამდენად მნიშვნელოვანია მხატვრობის და უფრო მეტად რომ გაიცნო მხატვრობის ერთმანეთს. მნიშვნელოვანია, მაგრამ რო დავაკვირდე ახლა უფრო ძველი თაობა დადის და ახალი თაობა ნაკლებად დადის და მე მგონი რომ ახალგაზრდებს რო აქტიურონ უფრო კაი იქნება, იმიტომ რომ ძველები სადაც იცნობენ ერთმანეთს და ახლები თუ მოვლენდე გაიცნობენ ერთმანეთს, კაი იქნება ძალიან. თან შეხვედრა მოხდება თაობების და უფრო საინტერესო იქნება. და უკეთესი იქნება რომ ერთმანეთს რაღაცა მოусმინოთ და სიტყვა მივცეთ და რაღაც ურთიერთობა რო ქონდეს, რომ არც ჯაჭვი გაწდეს და არც ის იყოს რა გაუცხოება ერთმანეთში. ვარლა მიყვარს განსაკუთრებით რატომ და აქ სტუმრობა და მით უმეტეს ჩემ ბავშვებთან ერთად. მარტო მე კი არ ვიზრდები, ჩემი ბავშვებიც იზრდებიან ზოგადად სულიერად და თან ეცნობიან ქართულ მხატვრებს, ქუთაისელ მხატვრებს. ჩვენ ზოგადად წიგნში მოცემული აქვს მსოფლიო მხატვრები, მაგრამ ქუთაისის მხატვრები მაინც განსხვავებული ხედვით და სხვადასხვა წარმოდგენ ნახატებით არიან წარმოდგენილი. ამიტომ ყველას ურჩევ. თითქმის ასაკიც არ აქვს მნიშვნელობა, რომელიმე წელს იქნები. 5 წლის მოსწავლეც მყოლი აქ მოყვანილი, რომელსაც ძალიან მოეწონა, რატომ სხვადასხვა ტიპის და სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრები იყო მოცემული სხვადასხვა ტექნიკაში და ნახა მაინც თავისი საყვარელი რაღაც აბსტრაქციული ნახატი ფერების მიხედვით, რომლებმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა. რა ვიცი, ყველას ურჩევ, რომ აუცილებლად მოვიდენ და ნახო. და ჩემი განვითარება ეს არის და ჩემი ზრდა ეს და ჩემი ბედნიერება ის, რომ ისინი აქ არიან ჩემს გვერდით. როგორ იყო ფერები მოგეწონა თუ ჟანრები მოგეწონა? ყველაფერი. აქ ვერ გამოვიდა ჟანრებს, იმიტომ რომ აქ ფერებიც განსაკუთრებულია და მით აქ აი მე მომეწონა ყველაზე მეტად ეს, აი რაღაცა ხვანაირი არის და ისე რა გაგიგარება. ყველაფერი